გინდათ საფუარის გარეშე ასეთი ულამაზესი პასკუნია მოამზადოთ თან კვირაცხოვლობა დღეს და სულ ამ რეცეპტით ვამზადებ კვირაცხოვლობას ბოლომდე უყურეთ ვიდეოს 3 კვერცხისგან გამოგივათ 2 ცალი უმძიმესი 800 გრამიანი პასკუნიები მიყვარხართ Salmებით შემოსაყვარელო გამომწერებო ხვალ არის კვირაცხოვლობა ამიტომ ეხლა პასკა უნდა გამოვაცხოთ საფუარის გარეშე ხაჭოთი უნდა გამოვაცხო ეგრე მომზადებული მაქვს 350 გრამი ხაჭო, კარაქი, კვერცხი, ყველა ინგრედიენტი, ცუკატები, ვანილი ეს არის სუდაც უნდა გამოფხვიერებელიც უნდა სუნელები, რა თქმა უნდა, ნახეთ როგორი სუნელები მაქვს და კაი ხარისხის კონიაკსაც გავუკეთებ და ეხა რა მარტივად მოვამზადებ. აი ამ პასკის რეცეპტით იქნებით, აი მართლა შოკირებულები და ვინც არ მეგობრობთ საფუარიან ცომთან და ძალიან გერთულებათ, აი ეს პასკა თქვენთვის არის გავუკეთებ ერთ ჭიქა შაქარს, მეტი არ უნდა, ციკვი მარილი, რა თქმა უნდა. ეხლა ვანილს გავუკეთებ და ვანილს ცუკატებს და ზოგადად სუნელებს ყველაფერს ყიდულობ თეოსთან მეველეს 3 ნომერში აქვს საოცარი სუნელები და აი ესე ვანილი გავუკეთოთ, ბევრი არ უნდა მოგვივიდეს, თორე ისეთი მძაფრია, ინახეთ, ესე ვანილს გავუკეთებ და გავთქვიფავ და დაგიბრუნდებით. გავთქვიფე გათეთრებამდე და ეხლა დავუმატებ 125 გრამ კრაკ, რაღაცა პატარა ისა აქვს 125 გრამ კარაქს. შეგიძლიათ 100 გრამი დავუმატოთ, ისიც საკმარისია და ეხლა ამასაც კარგად გავთქვიფავ და დაგიბრუნდებით. აი კარაქსაც კარგად გავთქვებ. აი უგემრიელესია, თან მარტივად მოსამზადებელი, ნებისმიერს რო გამოგივათ. აი მოზარდსაც რო გამოვა ისეთი პასკა. როგორი გამოვანახავ? აი ნახეთ გავუკეთე 350 გრამი კარგი ხარისხის ხაჭო და ეხლა კიდევ გავაგრძელებთ კვიფავს. ეს რეცეპტი სხვათა შორის შარშანაც მედო და აი ძალიან მაგარია. ეხლა ხაჭოს მერე უმატებთ ერთ სუფრის კოვს გამოფხვიერებელს აუცილებლად ჭირდება და აი ძალიან ცოტა სოდას. აი ამ რეცეპტში ეგრეა. აი სოდა მაინც უნდა, ესე ნახევარი ჩაის კოვზი ამოურევ, არაფერი არ დამავიწყდეს, ჩემო საყვარელო გამომწერებო. ეხლა აქ არის ჩვეულებრივი პასკას რასაც უკეთებ, მიხაკი, ილი, დარიჩინი, რომელსაც ასევე თეოს სუნელებში ვყიდულობ მეველეს 3 ნომერში, აი იქ რო აწერია თეოს სუნელები და ეხლა დავასხავ კარგი ხარისხის კონიაკს. აი ნახეთ აი კონიაკში აქ სხვათა შორის ფერისთვის დავუმატე კურკუმაც. ახლა კონიაკში კიდე გამოვრეცხავ და კიდე ჩავუშვებ. და აი ესე კარგად გამოვრეცხე. კიდე ამოურევ. ნახეთ, უკვე როგორი პასკის ფერი მიიღო. როგორი მარტივია, უნდა ნახოთ. ეხლა ამაში პირდაპირ გამზადებული მაქვს ცუკატებს ოდნავ ფქვილს მოვაყრე და ჩავაყრე ცუკატები ქიშმიში, აი რაც პასკას უნდა ყველაფერს უკეთებ. ეხლა აქ მაქვს ნახეთ რამდენი ცუკატები თეთრი ქიშმიში, ამასაც ყველაფერს ვყიდულობ მეველეს 3 ნომერში თეოსთან. გადავდებ, ეხლა ამოურევ და გავუკეთებ ჯერ 2 ჭიქა ფქვილს, გაცრილს რა თქმა უნდა და მერე გაჩვენებთ როგორი კონსისტენციის უნდა გამოვიდეს, თუ კიდევ დაჭირდება, იმიტომ რომ ზეთიანი ხელით უნდა ამოვაგუნდაო და ჩავდო ფორმებში, კიდევ დავუმატებ ფქვილს და იმასაც გეტყვით. ცომი უნდა გამოგივიდეთ, აი ესეთი სქელი, ნახეთ როგორია ცუკატებით არის გამდიდრებული. ეხლა მე ესეთი ცოტა დიდი ფორმები მაქვს 800 გრამიანი გამოვა, პასკა პატარა ფორმები არ დამჩა. და გამოვა აი ამ პორციით, ხო? გამოვა სავსებით საკმარისია ჩემთვის. ერთ ცალს სამსახურში წავიღებ, ერთ ცალს აი სახლისთვის ნახეთ, აი სავსებით 2 ასეთი უნდა გამოვა და რაც მთავარია ეხა დავისველებ ხელს აი ზეთიანი ჯავი მიდგას და ნახევრამდე უნდა ჩავდოთ აი ეს ჩვენი ულამაზესი ცომი. ნახეთ როგორი ცომია.
აი ესეთი სქელი. ჩემთან წავიდა ზუსტად 2 ჭიქა ნახევარი ფქვილი, მეტი არ გავუკეთოთ. ეხლა ხელებით ამოვაგუნდავებ, ჩავდებ და გამოვაცხობ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. სასწაულია და ხვალ გაჭრილსაც გაჩვენებთ. აი ესე ნახევრამდე ჩავდე, ბუჩო მქომაგობს, რა თქმა უნდა. აი ნახეთ, ესე ნახევრამდე ჩავდე, გამომივა 2 ცალი, 800 გრამიანი პასკა და ეხა გამოვაცხობ და რა თქმა უნდა შედეგსაც გაჩვენებთ. ესეც გამზადებული პასკუნიებია ბავწონი, ეხა თქვენთან ერთად რამდენი გამოვიდა და ჩემო ბატონო 805 გრამიანი 2 პასკა გამოვიდა, როგორი გამომცხარია. უგემრიელესია, 1 გრამი საფუარი არ აქვს და აი თქვენთან ერთად ესე მოვაყრი. ოხოხოხოხოხოხო ეს რა არის? ოხოხოხოხო. ხვალ გაჭრილსაც გაჩვენებთ, ბედნიერ კვირაცხოვლობას გილოცავთ ყველას.